თარგმანება იმათეს სახარებისაი თავი. სიტყვაი ესე, მათ დღეთა შინა მოვიდა იოანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიას ტანისასა და იტყოდა, შეინანეთ, რამე თუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი, 3, 1, 2. რომელნი არიან დღენი იგი რომელი თვის თუ მათ დღეთა შინა. რამე თუ არა თუ მათ დღეთა ოდესიეს უყრმაღა იყო და ნაზარეთად მოვიდა ეგვიპტით, იქმნა ქადაგება იგი იოანესი, არამედ შემდგომად 30 წლისა ვითარცა ლუკა წამებს. ვითარ უკვე ამან მახარებელმან, აღასრულა რა ითხრობა იგი შობისათვის უფლისა და თქვა ეგვიპტეთში დასლვაი და კვალად ჰურიას ტანს მოსლვაი და ნაზარეთს დაშენებაი, მეხსეულად დაურთო. მათ დღეთა შინა მოვიდა იოანე ნათლისმცემელიო. წეს არს წერილთა შინა მარადის ესევით არისა სახის ახმარებად, არა მათ საქმეთათვის ხოლ რომელნი პირველ თქმულსა მას შეუდგებოდინ, არამედ მათთვისცა რომელნი შემდგომად მრავლისა ჟამისა აღესრულებოდინ, იტყვის მრავალგზის წერილი ესრესახეთ. ვითარცა ესე აცქმნა მახარებელმან. ამისთვისცა ოდესი გიჯდა უფალი მთასა ზეთისხილთასა და მოუხდეს მას მოწაფენი მისნი და ჰკითხვიდეს, თუ ოდეს იყოს დარღვევა იგი იერუსალიმისაი, ანუ ოდეს იყოს მეორედ მოსვლა იმისი უწყით, თუ რავდენი განყოფილება იყო და რავდენი სიშორე შორის ჟამისა მის იერუსალიმისა წარტყუენისა და მეორედ მოსვლისა უფლისა, ხოლო უფალმან მიუთხრა რაი დარღვევისათვის იერუსალიმისა და აღასრულა სიტყვა იგი და ეგულებოდა სიტყვად მეორედ მოსვლისათვის. პირველ თქმულთა მათზე და დაურთო და თქვა, მაშინ უკვე თუ ვინმე გრქვას თქვენ, აჰა აქა. არს ქრისტე, გინა იქი ნუ გრწან. მათე 24-23 არა თუ ამას მოასწავებდა თუ დღეთა მათ იერუსალიმისა წარტყუენისათა იყოს მოსვლა იგი ანტესი, არამედ პირველი იგი სიტყვაი აღასრულა და იწყებდა რაი ანტესთვის და სახეთათვის მეორედ მოსვლისათა, თქვა ვითარმეთ. მაშინ უკვე თუ ვინმე გრქვას თქვენ და შემდგომი ამისი. ეგრეთვე ამას ადგილს აქმნა მახარებელმან. მათ დღეთა შინაო არა თუ პირველ თქმულისა საქმისა დღეთა არამედ მათ დღეთა რომელთა შინა იქმნა რომელსა იგი აცეგულების თქმად. ხოლო გამოეძიებენ ვინმე და იტყვიან ვითარმეთ, რაისათვის შემდგომად 30 წლისა მოვიდა ნათლისღებად იესო. ვთქვათ უკვე ამისთვის ვითარცა უფალმან მომცეს სიტყვაი. ეგულებოდა უფალსა შემდგომად ნათლისღებისა და ხსნა წესთა ძველისა მის შჯულისათა, ამისთვის დაადგრა ვიდრე მის ჰასაკისამდე, რომელი იგი ყოველთა ცოდვათა შემწყნარებელ არს და აღასრულა ყოველივე წესი წინაწარმეტყველისა იმის, რაითა ვერ ვისხელეციფოს თქმად. ვითარმედ ვერ ეძლო აღსრულებად წესთა მათ შჯულისათა და ამისთვის დახსნა იგინი. ვინაიდან უკვე ჟამსა სიჭაბუკისასა გუმძლავრებენ ჩვენ ნებანი, რამე თუ პირველისა მის ჰასაკისა ჟამსა გუმძლავრობს უგუნურებაი და სულმოკლეობაი, და მერმე აღორძნდეს რაი ჰასაკი, შემოვალს მძლავრებაი გულის თქმათაი და განმცვისნით რაი, მოგვიხდის სურვილი საფასეთაი და ცუდისა დიდებისაი. ამისთვის არა მოვიდა უფალი ნათლისღებად, ვიდრემდე ყოველნი იგი ძნელოვანი ჰასაკნი წარულნა და ყოველთავე შინა დაუკლებელად აღასრულა წესი შჯულისაი, და არა იპოვა ყოლადვე ბრალი მისთანა, არცა კვალი უდებებისაი. და მერმეღა მოვიდა ნათლისღებად და ყო იგი აღსასრულ სხვათა მათ მცნებათა აღსრულებისა. და რაითასცნა, ვითარმედ ესე უკანა ისკნელი ხორჩული ერთა მათ მცნებათა აღსრულებისაი, ისმინე, რაი იგი ხრქვა წინამორბედსა, ესრეთ შეჰგავსო ჩვენ და აღსრულებად ყოველივე სიმართლე. მათე 3:15 ხოლო სიტყვისა მის ძალი ესე არს ვითარმცა ეტყო და ვითარმედ, ყოველივე წესი და მცნება ისჯულისაი აგვისრულებიეს, არცა ერთსა მცნებასა გარდასრულ ვართ, ვინაიდან უკვე ესე ოდენ ნაკრულევან არს. ჯერ არს ამისიცა შეძინებაი და ესრეთ აღსრულებად ყოველივე სიმართლე.
ხოლო სიმართლედ ამას ადგილს აახსრულებასა მას ყოველთავე მცნებათასა უწოდა. საცნაურ არს უკვე ვითარმედ ამისთვის მოვიდა ქრისტე ნათლისღებად მე-30 წელსა. ხოლო თუ რა იყო განგებულება იგი ნათლისღებისაი, რამე თუ ესე ცხად არს ვითარმედ არა თავით თვისით მოვიდა იოანე ნათლისმცემად, არამედ ღმერთმან უბრძანა მას, ვითარცა გვასწავებს ლუკა და იტყვის ვითარმედ იყო სიტყვა უფლისა იოანეს მიმართ, ძისა ზაქარიაისა უდაბნოს ლუკას 3:2 და თავადი იოანე იტყოდა, მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლისმცემად წყლითა, მან მრქვა მე, რომელსაც ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელმან ნათელს სცეს სულითა წმიდითა. იოანე 1:33-აც უკვე ესე საცნაურ არს ვითარმედ ღმრთისა მიერ მოივლინა, ხოლო ამას ვეძიებთ, თუ რა ისათვის მოივლინა ნათლისმცემად. თქვა ამისიცა მიზეზი ნათლისმცემელმანვე ვითარმედ, მე არა ვიცოდე იგი, არამედ რაითა გამოეცხადოს ისრაელსა, ამისთვის მოვედმე წყლითა ნათლისმცემად. იოანე 1:31 და უკვე თუ ესე ოდენიყო მიზეზი, ვითარ იტყვის ლუკა ვითარმედ, მოხვლიდა ყოველ სამას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლისმცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა? 5 და არა აქონდა ნათლისმცემასა მას მოტევება იცოდვათაი, არამედ ესენიჩი შემდგომად მისა მოცემულისა მის ნათლისღებისა იყო, რომლითაცა თანადავეფლენით მას, ვითარცა მოციქული იტყვის, და ძველი იგი კაცი ჩვენი მაშინ ჯუარს ეცვა მისთანა. შეადარე რომაელთა მიმართ 6:6 და პირველ ჯუარისა არასადა ჩანს მოტევებაი რამე თუ მოტევებაი. ცოდვათა სისხლითა მისითა მოგვეცა, ვითარცა იტყვის მოციქული პავლე, არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით, არამედ განხმართლით, არა თუ ნათლისღებითა იოანესითა, არამედ სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა და სულითა ღმრთისა ჩვენისაითა. შეადარე პირველი კორინთელთა მიმართ 6:11 და სხვასა ადგილსა იტყვის, იოანე ნათელს სცემდა ნათლისმცემასა სინანულისასა და არა იტყვის, თუ ცოდვათა მოტევებისასა. და იტყოდაო, რაითა ხრწმენეს მომავალისა მის შემდგომად მისა, საქმე 19:4 რამე თუ ვიდრეღა მსხვერპლი იგი არა შეწირულიყო და სული წმიდაი არა გარდამოსრულიყო, არცა ცოდვათა ხელით წერილი განხეთქილიყო, არცა მტერობაი დახსნილიყო, არცა წყევა იგი განქარვებულიყო, ვითარმცა მოეცემოდა ცოდვათა მოტევებაი. ხოლო ვინაიდან ესე ესრეთ არს, რაისათვის იტყვის მახარებელი, ვითარმედ, ქადაგებდა ნათლისმცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა? უმადლონი იყვნენ ხურიანი და უგუნურნი და არაოდეს იხსენებდეს ცოდვათა თვისთა, არამედ სავსე იყვნენ ყოვლითა ბოროტითა და მარადის თავთათვის და განიმართლებდეს. და ამან საქმემან უფრო ის ყოვლისა წარწმიდნა იგინი და განაშორნა სარწმუნოებისაგან ქრისტესისა. და ამას მოასწავებს პავლე, ვითარცა იტყვის მათთვის ბრალობით, ვითარმედ, უმეც არ იყვნენ იგინის სიმართლესა ღმრთისასა და თვისა მას ნებასა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს. რომაელთა მიმართ 10:3 და კვალად იტყვის, რაც უკვე რაიმე ვთქვათო? წარმართნი, რომელნი არა ეძიებდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა და ისრაელი შეუდგა სჯულსა მას სიმართლისასა და სჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუთა. რაისათვის მე? რამე თუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმისაგან სჯულისა. რომაელთა მიმართ 9:30-32 ვინაიდან უკვე ესე იყო მიზეზი ბოროტთა მათთაი უმეცრებაი ცოდვათა თვისთაი და არა სინანული, ამისთვის მოვიდა იოანე, რაითა მოიყვანეს იგინი მეცნიერებად ცოდვათა თვისთა და სახეცა მისი ამას მოასწავებდა. რამე თუ სინანულისა და აღსაარებისა მომასწავებელი იყო და ქადაგებაი მისი ამას გამოაჩინებდა, რამე თუ ესრეთ იტყოდა ვითარმედ, ყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისაი.
ლუკას 3:8 ვინაიდან უკვე არამეცნიერება იცოდვათა თვისთაი განაშორებდა მათ ქრისტესგან, სიტყვისა მისებრ მოციქულისა, ხოლო მეცნიერება იბრალთა თვისთაი სრულად მოიყვანებდა მხსნელისა და შევრდომად მისა და მიღებად მოტევებისა, ამისთვის მოვიდა იოანე, რაითა გულისხმა უყვნეს ცოდვანი მათნი დააწვევდეს სინანულად, რაითა არა იტანჯნენ, არამედ შეიმუსვლნენ სინანულითა და დამდაბლდნენ და აბრალონ თავთათვისთა და მირბიოდინ მოღებად მოტევებისა ცოდვათა ისა. და იხილე ვითარ ჯეროვნად აღწერა მახარებელმან მან ვითარმეთ, ქადაგებდა ნათლისცემასა სინანულისასა და მერმე დაურთო, მისატევებელად ცოდვათა, ლუკას 3:3 ვითარმცა. იტყოდა ვითარმეთ, ამისთვის დაარწმუნებდა აღსაარებად და სინანულად ცოდვათა, არა თუ რაითამცა შეწამებითა მით აღსარებისაითა იტანჯნეს, არამედ რაითა უადვილესად მომავალი იგი ქრისტეს მიერ მოტევებაი ცოდვათაი შეიწყნარნეს. უკვე თუმცა არა აბრალეს თავთათვისთა და მოვიდეს სინანულად, არცამცა მადლი იგი მოტევებისა ითხოვეს, და უკვე თუმცა არა ითხოვეს, არცამცა მიიღეს. აც უკვე ესე ნათლისცემაი წინამორბედი იყო მომავალისა იმის. ამისთვისცა იტყოდა, რაითა ხრწმენესო მომავალისა მის შემდგომად მისა, შეადარე საქმე 19:4 რამე თუ პირველ თქმულისა მის თანა ესე არს მეორე მიზეზი მოსვლისა მისისა იორდანეთ, ვინაიდან მოვლინებული იყო იგი წინამორბედად და მოწამედ ქრისტესა. ვითარმცა აღსრულებულიყო წამება იმისი თვინიერ ამის ჯერისა, რამე თუ ესრეთ უჯერო იყო, რაითამცა კარითი კარად ვიდოდა ქრისტეს თანა და ეტყოდამცა ყოველთა ვითარმეთ, ესე არს ქრისტე, ამისი ხრწმენი. ამისთვის რომელი ჯეროვან იყო და სამართალ, იგიცა იქმნა, მოვიდა ნათლისცემა და ქადაგებად სინანულისა. ესმა ერსა ყოველსა ვითარმედ მოვიდა ძე ზაქარიაისი უდაბნოით და ნათელსცემს იორდანეს, და ყოველნი შეკრბებოდის მისა და ყოველთა ეტყოდა ვითარმედ, შემდგომად ჩემსა მოვალს უძლიერესი. მისა ხრწმენინ, შეადარე იოანე 1:30, მერმე განისმა რაი ყოველსა მას სოფელსა და იქნა კრებაი დიდი, მოვიდა იესუცა და ნათელიღო. და მოიწია ზეცით ხმაი მამისაი და სულიწმიდა ისახეთ ტრედისა და აღესრულა ჭეშმარიტებაი წამებისა მის იოანესი. ამისთვის მოვიდა ნათლისცემად, რამე თუ სახელი იგი ნათლისმცემელისა იმის და სახე იგი ნათლისღებისაი ყოველსა მას იერუსალიმსა და გარემო ჰურიასტანსა განიყვანებდა იორდანეთ და კრებაი დიდი შეკრბა მდინარესა მას. ხოლო შემოკრბეს რაი იწყო ბრალობა ცოდვათა მათთათვის, რაითა დაამდაბლოს ზუაობაი მათი და გულისხმა უყოს ვითარმედ ბოროტისა სატანჯველისა თანამდებარიან, უკვე თუ არა შეინანონ. და რაითა დაუტევან სიქადული იგი აბრაჰამის შვილებისაი და შეურდენ მომავალსა მას შემდგომად მისა, რამე თუ მომჟამამდე არა განცხადებულიყო გამოჩინებაი ქრისტესი, არამედ საგონებელიყო უმრავლესთა მიერ, ვითარმედ მოიკლა მოწყვედასა მას შინაყრმათა ბეთლემისათა. რამე თუ დაღაცა თუ იქმნა რაია 12 წლის, გამოაცხადა კნინოდენ თავითვისი ტაძარსა. მას შინა, ვითარცა ლუკა იტყვის, არამედ მეხსეულად დადუმნა და იქცეოდა კაცთა შორის, ვითარცა იგივე მახარებელი წამებს, ვითარმედ, მოვიდა ნაზარეთად და იყო დამორჩილებულმათა. ლუკა 2:41 ამისთვის უკვე ჯერ იყო, რაითა განცხადებისა მისისა დასაბამი ბრწყინვალე და დიდებული ქმნას, რომლისათვისცა მოივლინა იოანე წინამორბედად და ქადაგად. და იწყო ქადაგებად, რა იგი არღა ასმიოდა ჰურიათა. სასუფეველისათვის ცათაისა და სატანჯველთათვის ჯოჯოხეთისათა, რომელესე არავის წინაწარმედ ყველთაგან საეთქოა ესრეთ განცხადებულად, რამე თუ დაწყებასამებრ ქადაგებისა მისისასა ესე ღაღად ყოფრწყინვალითა ხმითა, შეინანეთ, რამე თუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი. მათე 3:2 ხოლო სასუფეველად ცათად მოსვლასა მას უფლისასა სახელს დებდა, პირველსაცა და უკუანაისკნელსა, და ამისთვის ესრეთ იტყოდა,
რაითაოდეს იგი ვერ გულისხმობდნენ ძალსა მას თქმულთასა, კითხონ, თუ რომელი არის სასუფეველი იგი ცათაი, რომლისა მოახლებასა გვაუწყებ და უჩვენოს მათ ქრისტე და hrქვას, ესე არის რომელსა ვქადაგებ, ესე არის სასუფეველი ცათაი, ესე არის მეუფე ყოველთაი. ამისთვისცა უცხომანმან და ხმამაღალმან ქადაგებამან ესრეთ განაღვიძნა იგი ნიუდებებისაგან, ვიდრე ღამეზვერენიცა და მხედრობად განწესებულნი შეკრბებოდეს მისა და ჰკითხვიდეს, თუ რაიჯერ არს ყოფათ, რამე თუ ყოველივე რა იგი ესმოდა და რასა იგი ხედვიდეს. განაფრთხობდა გულთა მათთა უდებებისა მისგან და მცონარებისა და მერმეთა მათ საიდუმლოთა გულისხმავ ყოფდა. და ნამდვილად განსაკურებელი ხო ხილვაი კაცისა სახელოვანისაი, 30 წელ უდაბნოთა დამკვიდრებულისაი, რომელი იგი ძე იყო მღვდელთმოძღვრისა დიდისაი, და სიყრმითგანვე დაემკვიდრა უდაბნოთა და არარაი კაცობრივი იხმია. ყოვლადვე პატიოსან იყო სახელითაცა და საქმითა, ხილვითაცა და წესითა. ესე მეხსეულად მოვიდა უდაბნოით. თანა აქ უნდა ესაიაცა წინაწარმეტყველი სულითა, რომელი იგი უღაღადებდაერსა ვითარმეთ, ესე არის რომლისათვის წინაისწარვე ვიტყოდე და ვთქუ, ხმა იღაღადებისაი უდაბნოსა ზედა, განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელყვენით ალაგნი მისნი. ესაია 43. რამე თუ ესოდენ მოსწრაფე იყვნენ წინაწარმეტყველნი ქადაგებად მოსვლასა უფლისასა, რომელ არა თუ მეუფისათვის ოდენ წინაწარმეტყველებდეს, არამედ ქადაგსაცა და წინამორბედსა მისსა მოასწავებდეს და ადგილთა მათ ქადაგებისა მისისათა და სახეთა მოძღვრებისათა იტყოდეს. და აციხილე ვითარ ერთ არს ძალი სიტყვათა მათ ესაია წინაწარმეტყველისაი და იოანე ნათლისმცემელისათაი. ესაია იტყვის, ვითარმეთ, ესრეთ ღაღადყოს ხმამან მან ღაღადებისამან, განმზადენით გზანი უფლისანი, წრფელყვენით ალაგნი მისნი. ხოლო იოანე იტყოდა, ყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისაი. მათე 3:8 და ორთავი ამათ სიტყვათა ძალი ერთ არს, რამე თუ ესე არს განმზადება იგზათა უფლისათა, ქმნაი ნაყოფთა მათ სინანულისათა. და ამისთვის მოვიდა, ვითარცა ზემოვთქულ და ვითარცა წინაწარმეტყველი იტყვის, და ვითარცა იგი თავად იღაღადებს. რაითა წინ არ ბიოდის და განმზადებდეს სულთა მათ, რომელთა ეგულებოდა შეწყნარებად უფალი, არა თუმცა ნიჭი იგი ცოდვათა მოტევებისა იმიანიჭა, ვითარცა ღვთისმეტყველიცა იოანე იტყვის, რაითა წამოსო ნათლისა მისთვის, და რაითა ყოველთა რწმენეს მისგან. იოანე 1:7 და კვალად ლუკა მახარებელი შემდგომსაც ამას ესაიას წინაწარმეტყველებისასა წარმოიტყვის, ყოველი ხევნები აღმოისოსო და ყოველნი მთანი და ბორცვუნი დამდაბლდნენ, და იყოს გულარძნილი იგი მართლად, და ფიცხელი გზად წრფელად. და იხილოს ყოველმან ხორციელმან მაცხვარება იღმრთისაი. ლუკას 3:5-6, ესაია 40:4-5. იხილეა, ვითარ წინაითვე ყოველივე თქვა წინაწარმეტყველმან, შემოკრება იგიერისაი და უმჯობესისა მიმართ შეცვალებაი საქმეთაი და წარმართება იგი საღმრთოისა მის ქადაგებისაი და მიზეზი ესე ვითართა ამათ განგებულებათაი. დაღაცა თუ იგავისახეთ წარმოიტყვის, რამე თუ წინაწარმეტყველება იყო და ესრეთ არს წესი წინაწარმეტყველებისაი, რაითა არა განცხადებულიყო სიტყვაი და ყოველთა მიერ საცნაურ, არამედ რომელთა ასხენყურნის მენად საღმრთოთა სიტყვათა, მათ მიერ საცნაურ იყოს. რამე თუ სიტყვითა მით ვითარმეთ, ყოველი ხევნები აღმოისოს და ყოველნი მთანი და ბორცვუნი დამდაბლდნენ, და იყოს გულარძნილი იგი მართლად, და ფიცხელი გზად წრფელად ამას მოასწავებს, ვითარმეთ, დამდაბლებულნი იგი და შემოსრულნი ამაღლდნენ, და მაღალნი და ამპარტავანი დამდაბლდნენ. და ეგრეცა იქმნა, რამე თუ მოსვლით აუფლისაითა ბუნებაი კაცთაი, დამდაბლებული და შემოსრული, შთახდილი ხევთა მათ და უღახთა ჯოჯოხეთისათა, ამაღლდა უფრო ის ყოველთა სიმაღლეთასა.
და სიმაღლე იგი ეშმაკისაი და ზუავი იგი ანპარტავანება იმისი და ეცა და შეიმუსრა და საკიცხელ მორწმუნეთა იქნა და დასათრგუნველ მონათა ქრისტესთა. ეგრეთვე კაცთა შორისცა რომელნი მდაბალი იყვნენ და შემუსრულ ამაღლდეს, იხილენ წმიდანი მოციქულნი და ყოველნი რომელნი შეუდგეს კვალსა მათსა და ანპარტავანი დაეცნეს, იხილენ მღვდელთმოძღვარნი იგი ჰურიათანი და სხვანი მსგავსნი მათნი. ამას გამოაჩინებს წმიდა იღმრთისმშობელიცა გალობასა მასშინათვისა და იტყვის, გარდამოს თხინა ძლიერნი საყდართაგან, აღამაღლნა მდაბალნი, მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განაბნინა ცუდნი. ლუკა 1:42-43 ეგრეთვე გულარძნილიცა იქმნა მართლად და ფიცხელი გზად წრფელად. ესე იგი არს ვითარმეთ სიბნელე იგი და სიფიცხე ძველისა მის შთულისა სიადვილეთ და სიწრფოებად სარწმუნოებისა შეიცვალოს, რამე თუ არღარა იყოს ჭირი იგი და შრომაი, არამედ მადლი და შენდობაი ცოდვათაი, რომლისა მიერ ადვილი ხოს და წრფელ და უცდომელ გზა იგი ცხოვრებისაი. ხოლო რა ჟამს ესე ყოველი მოასწავა წინა წარმეტყველმან, მერმე მიზეზიცა გუაუწყა ამის ესევით არისაი, იხილოსო ყოველმან ხორციელმან მაცხოვარება იღმრთისაი. ესაია 45 არა თუ ჰურიათა ოდენ და მცირთა არამედ ყოველმან ქვეყანამან და ზღვამან და ყოველმან ბუნებამან კაცთამან იხილოს მაცხოვარება იღმრთისაი, რომელი მოვიდა ხსნად ჩვენ და ტყვეობისაგან და მონებისა მის ეშმაკისა. ესრეთ იქმნა ფიცხელი იგი გზად წრფელად, ხოლო გულარძნილიცა იქმნის მართალ. რა იყო გულარძნილი იგი? ცხოვრებაი კაცთაი სავსე მრავლითა ბოროტითა და სრულიად განხრწნილი ცოდვათაგან, რამე თუ რომელნიმე მეზუერე იყვნენ და რომელნიმე მეძავს, სხვანი ავაზაკ და სხვანი მოგუნი, ახსავსენი ცოდვითა. ესე ყოველნი გულარძნილთა მათ და ჯოჯოხეთს მიმყვანებელთა ალაგთა ვიდოდეს პირველ და მოსვლითა ქრისტესითა პოეს გზა იგი მართალი, ვითარცა ეტყვის უფალი ჰურიათა, ვითარმეთ, მეზუერენი და ცოდვილნი წინა გიძღოდიან თქვენ სასუფეველსა ღმრთისასა. მათე 21:31 რამე თუ ხრწმენა. ხოლო ამათვე სიტყვათა ძალი სხვასაც ადგილსა გუაუწყა წინა წარმეტყველმან და თქვა, მაშინ ძოვდეს მგელი კრავთა თანა და განისვენებდეს ვეფხით იკანთა თანა. ესაია 11:6 რამე თუ ვითარცა აქახევნები თქვა და მთანი და ბორცუნი, რაითა გამოაჩინოს. ვითარმედ უწესო იგი წესი განქარდეს და ყოველნივე კაცნი, რომელთაცა ინებონ, ერთად ღმრთისმსახურებისა წესად შემოკრბენ. ეგრეთვე მომსახეს ამას პირუტ 500 მიამსგავსნა თითოფერნი იგი წესნი და ჩვეულებანი კაცთანი და კვალად ერთად ღმრთისმსახურებისა ზიარებად შემოკრება იმათი. მოასწავა და ვითარცა ესე აქა თქვა მიზეზი კეთილთა იმათ, ვითარმეთ, იხილოს ყოველმან ხორციელმან მაცხოვარება იღმრთისაი, ეგრეთვე მონიტყვის ვითარმეთ, იყოსო რომელი იგი აღდგომად არს, თავრად წარმართთა და მას წარმართნი ესვიდენ. შეადარე ესაია 11:10 რამე თუ ყოველსა ქვეყანასა განეფინა ძალი იგი სახარებისაი და მხეცებრივთა მათ წესთაგან და ბოროტისა მის გულფიცხელობისაგან მოაქცია ნათესავი კაცთაი და ასწავა მათ სიმშვიდე, სიმდაბლე, ღმრთისმსახურებაი და სხვაი ყოველივე კეთილი. ჭეშმარიტად უკვე იხილა ყოველმან ხორციელმან მაცხოვარება იღმრთისაი და აღივსო ყოველი სოფელი მეცნიერებითა მისითა, რამე თუ მოვიდა სასოება იგი წარმართთაი, მოვიდა და მაცხოვნა ჩვენ, რომლისაც წინამორბედად მოივლინა დიდი იოანე სახითა მით და წესითა საკვირველითა, ვითარცა ესე რა აღმოიკითხეთ, რამე თუ იტყვის მახარებელი. წახარებაი, ხოლო თავადსა იოანეს ემოსა სამოსლად მისათ მისაგან აქლემისა და სარტყელით ყავისა წელთა მისთა 3-4. თარგმანი იხილე ვითა რომელიმე წინა წარმეტყველთა თქვეს და რომელიმე მახარებელთა დაუტევეს თქუმად.
ამისთვისცა მათე წინაწარმეთ ყველისაცა თქუმული აღწერა და თვისიცა შეჰმატნა, რამე თუ არა უხმარიყო სახისაცა და წესისა მართლისა მის თქუმად, რა ითავცნათ მოტმინება იგი მოუაწებისა მისისაი და ცხოვრებაი ანგელოზებრივი რომელი მოიგო მან ხორცთა შინა. ამისთვისცა ჰურიანი მოიზიდნა შემოკრებად და სმენად სიტყვათა მისთა, რამე თუ ხედვიდეს მის თანაწესსა მასელიაისა და ხსენებაი საქმეთა მის ნეტარისათაი განცხადებულად იხილებოდა ამასთანა, და უფრო ისხა უმეტესად განსაკვირველიყო ესე. რამე თუ ელია ქალაქთაცა შევიდოდა და სახლად ვიეთთამე მივიდოდა, ხოლო ესე ყოვლითურთ უდაბნოთა დაემკვიდრა სიჩჩვეითგან. და ნამდვილე ესრეთ ჯერ იყო, რაითა წინამორბედი დამხსნელისა იმის ყოველთა მათ ძველთა საქმეთა ისას სასჯელისა მის და განჩინებისა რომელ დაედვა კაცთა ზედა, ესე იგი არს, შრომისა მის და წყევისაი, მწუხარებისა მის და რუდუნებისა, ურვისა მის და ოფლით პურის ჯამისაი, უზეშთა ეს იყოს სასჯელისა მის, განთავისუფლებულ მისგან და აქუნდეს მას სახე მოცემადისა მის ქრისტეს მიერ ნიჭისაი. ამისთვის არა ინება მან ხმაი ქვეყანისაი, არცა განფენაი ურნათთაი, არცა ოფლითა პირისა მისისაითა ჭამაი პურისაი, არამედ იყო ტაბლაი მისი უშრომელად დაგებულნა ყოფითა მით უდაბნოისაითა და სამოსელი უადვილესი ტაბლისა მის და სამკვიდრებელი უზრუნველესი სამოსლისა, რამე თუ არა იხმია მან სართული, არცა ცხედარი, არცა ტაბლაი, არცა სხვაი ესევითარი რაიმე, არამედ ანგელოზებრივი ცხოვრებაი სოფელსა ამას შინა მოიგო. ამისთვის სამოსელიცა მისი თმისაი იყო, რაითა ასწაოს კაცთა სიულტოლა იშვებისა და ფუფუნებისაგან და ძიებად პირველისა მის აზნაურებისა, რომელი იგი აქუნდა ადამიანს, ვიდრეღა არ ახმარებულიყო მისა სამოსელთა საბურველი. ესრეთ უკვე აქუნდა სახესა მას ნათლისმცემელისასა წესი სინანულისა და აზნაურებისა მის და უფლებისა ვნებათა ისა. ხოლო ეძიებენ ვიეთნიმე, ვითარმეთ, ვინა იყო მისა სამოსელი იგი თმისაი და სარტყელი უდაბნოთა გარე. და არაი არ საკვირველ ესე, არცა საძიებელ, არამედ იგი არს უმეტესად საკვირველ, ვით არ იქცეოდა უდაბნოთა შინა ყინულთა მათ ზამთრისათა და სიცხეთა ზაფხულისათა, და უფრო ისად, ვიდრე იგი ყრმაღა და ჩშვილიყო გვამითა, ვით არ დაუთმო ბუნება მან სიჩჩვეებისა მან სიფიცხესა მას ჰაერთასა და უცხოებასა მას და ნაკრულევანებასა საზრდელისასა და ყოველსა მას ჭირსა და შრომასა უდაბნოისასა, რომელმან ყოველივე კაცობრივი განსვენებაი უარყო და მოქალაქობა იზეცისაი ხორცთა შინა მოიგო უდაბნოთა მათ შინა, ვინაიცა ვითარცა ანგელოზი ზეცით. მოვიდა სოფლად მოუაწე იგი ღმრთის მსახურებისაი, გვირგვინოსანი მადლითა სიბრძნესა მას ზეცისასა სწავლული, და ესე ყოველი უძლო წარმართებად, ოდეს არღა დახსნილიყო ცოდვაი, არღა დაცხრომილიყო წესის ჯულისაი, ოდეს არღა შეკრულიყო სიკვდილი, არღა შემუსრულიყვნეს ბჯენი რვალისანი და მოქლონი რკინისანი, არამედ ვიდრეღა ძველი იგი მოქალაქობაი უფლებდა. რამე თუ სულნი იგი ახვანი ესრეთ არიან უზეშთა ეს წესთა მათ ბუნებისათა. ესე ყოველი არ საკვირველ ნეტარისა მის, ხოლო თუ ვინა იყო სამოსელი იგი თმისაი, რა ისაკვირველი არს. რამე თუ ყოველთავე მეუდაბნოეთა ეპოების ვინაივე მცირედი იგი ხორცთა საბურველი, რავდენ უფრო ისად მას მცა ეპოა, გინა თუ ხელითა ანგელოზისაითა, გინა თუ ღმრთის მსახურთა ვიეთმე კაცთაითა. და ამასაც აიტყვიან მეძიებელნი იგი ესე ვითარისანი, ვითარმეთ, რა დიხმარა სარტყელი იგი ტყავისაი. წესი იყო ესე ძველთა მათ მოღვაწეთა სახედ მოკვდინებისა ხორცთაისა და სახედ სიმხნისა და მუშაკობისა და სახედ დახსნილობათა და შვებათა განშორებისა. ამისთვისცა მოციქულნი მარადი შერტყმულიყვნეს წესიერად, ვითარცა წერილ არს პავლესთვის, კაცისაი, რომლისაი არს სარტყელი ესე, საქმე 21:11 ეგრეთვე ელია მორთქმულ და აღკვართულიყო და ყოველნი წმიდანი, მომასწავებელად,
ვითარმედ მარადის საქმე უპრიეს და არაოდეს უქმად დგანან და ამისთვისცა რაითა იყვნენ ყოვლისა ხორციელისა შემკულებისა და მთრკუნვალ და მოღვაწებისა მოყვარე რომელესე საქმე არსათნოებისაი. ამისთვისცა აქებს უფალიწესსა ამას იოანეს მოღვაწებისასა და იტყვის, რასა გამოხვედით ხილვად. კაცისა, შვილითა სამოსლითა მოსილისა. აჰა ესე რა რომელნიც შვილითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან. მათე 11:8. ესრეთ მარადის საკვირველ და საქებელიყო მოქალაქობა ისანატრელისა იმის. ხოლო უკვე თუ წმიდა იგი და ცისა უბწყინვალესი და უზეშთაესი ყოველთა წინაწარმეტყველთაი და უფრო ისინაშობთა დედათა ისა ესრეთ აჭირებდა ხორცთათვისთა და ყოვლისაგან მეშვეებისა და განსვენებისა განეშორა და მარხვითა და მოღვაწებითა აღასრულა ცხოვრება ესე. რაიმე ვხოთ ჩვენ, რომელთა მცნებანი ქრისტესნი გვასმიან და ესოდენი ტვირთი ცოდვათა იგვიტვირთავს და არცა თუ კნინოდენსა ნაწილსა მოღვაწებისა მისისასა თავს ვიდებთ, არამედ მთვრალობითა და ნაყროვნებითა, სამოსლითა ჩჩვილითა და ცხებითა ნელსაცხებელთა სურნელთაითა და სხვითა ყოვლითავე შვებითა წარვაგებთ დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა და ვხობთ თავთა ჩვენთა ადვილად საძლეველი ეშმაკისა მიერ. სახარებაი, მაშინ განვიდოდა მისა იერუსალიმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაი. და ნათელს იღებდეს იორდანესა ზედა მისგან და აუარებდეს ცოდვათა მათთას 3, 5, 6. თარგმანი, იხილეა რაოდენ უძლო მოსვლამან მან წინაწარმეტყველისამან. ვითარერი იგი განაღვიძა ძილისა მისგან მცონარებისა, ვითარ მოიყვანა იგინი ხსენებასა ცოდვათა თვისთასა. რამე თუ საკვირველებისა ღირს იყო საქმე მისი, რომელსა იქმოდა ხორცითა ამით მოკუდავითა და კადნიერებითა კეთილითა, ხილება ერისა იმის და მადლი იგი საღმრთოი, რომელი იყო პირსა ზედა მისსა. განაკვირვებდა კვალადერსა გამოჩინება იგი წინაწარმეტყველისაი, რომელი არა ეხილვა მრავლით შამითგან, რამე თუ მოკლებულიყო მათგან მადლი ესე და აწოდენ გამოჩინებულ და სახეცა ქადაგებისა მისისაი უცხო იყო და შეცვალებული, რამე თუ არა ესმოდა მისგან, რასა იგი ჩვეულიყვნეს სმენად სხვათაგან წინაწარმეტყველთა, ხომთა და ბრძოლათა და ძლევათა ერისათა, სიყვმილთა და სიკვდილთა, წარტყვენვასა ქალაქისასა, ბაბილონელთათვის და სპარსთა და სხვა იგი, რომელისაც წინაწარმეტყველთა შინა წერილ არს. არამედ ესმოდა ამის ნეტარისაგან საქმეთათვის ზეცისათა და სასუფეველისათვის და სატანჯველისა მისთვის გეჰენიისა და ყოველნი შეკრბებოდეს მისა. არა მცონარე იქმნა ერი დიდძალი შეკრებად, არცა შეშინდეს მოწყვედისა მისგან, რომელიც შეემთხვია პირველ მცირედისა ჟამისა უდაბნოს განდგომილთა მათ იუდასთანა და თევდას, რამე თუ არა ესე ვითარისათვის იყო კრება იგი, ვითარ მატყვას ავაზაკებისათვის და განდგომილებისა, არამედ ასწავლიდა აქა უმეტესი იგი წინაწარმეტყველთა სინანულსა და უჩვენებდა გზასა სასუფეველისასა, ასწავლიდა შეურაცხებასა სოფლისასა და საქმეთა მისთა და ძიებად ზეცისა კეთილთასა, ასწავლიდა, რაითა არწმენეს მომავალისა მის შემდგომად მისა. აუარებდეს იგინიცა ცოდვათა თვისთა და ესრეთ ნათელს სცემდა და წაავლენდა სახეთ თვისად კაცადსა, რამე თუ კრებული დიდი შეკრბებოდა ხილვად მოქალაქობასა მას ანგელოზებსა და სმენად სიტყვათა მათ საღმრთოთა. სწავლა ის სინანულისათვის ცოდვათაისა და ლოცვისათვის. ხოლო ჩვენცა საყვარელო მივხედნეთ მოქალაქობასა მისსა და ვისმინოთ მოძღვრებაი მისი და ვიჯუნათ შვებათაგან და მთვრალობათა და მოვიგოთ ცხოვრებაი მოღვაწებისა, რამე თუ ჟამი არს აღსარებისა და სინანულისაი, რაითა განვიბანეთ პილწებანი იგი ცოდვათა ჩვენთანი და გონებითა დაუსჯელითა მოუხდეთ წმიდასა მას ტრაპეზსა და ღირს ვიქმნათ დაუსჯელად მოღებად საუნჯეთა მათ ზეცისათა.
ვიჯვნათ უკვე დახსნილისა ამის და საშვებელთა მეძიებელისა ცხოვრებისაგან, რამე თუ არა შესაძლებელ არს შვებლითა და განცხრომითა აღსაარებაი და სინანული, და ესე ისწავეთ დიდისა წინამორბედისა იოანესგან. იხილეთ სამოსელი მისი და საზრდელი და საყოფელი. არამედ მრქვათ მე ვითარმეთ, რაი არ სიტყვა იგე შენი. ნათლის მცემელისა ბაძვად გვასწავლია. და მსგავსად მისა უდაბნოდ განსვლასა გვიბრძანება? ჰეი გასწავლი და გაწვევ, რამე თუ იგიცა კაცი იყო ხორციელი, განშორებული ცოდვათაგან. ხოლო უკვე თუ განშორებული იგი ცოდვათაგან ესრეთ ქენჯნი და ხორცთათვისთა, არა უმეტესად ჩვენთან აგვაცა, შებღალულთა ამათ მრავლითა ცოდვითა, ჩირვებაი ხორცთა ამათ მაჭირვებელთა ჩვენთა, რომელნი ურიცხუთა ბრალთა სიღრმესა შთავს თხიენით და ვნებათა სამკვიდრებელ ვყავთ? ხოლო უკვე თუ ესე ვერ ძალგვიც განსვლად უდაბნოს და მსგავსებად მოქალაქობასა მისსა, ვაჩვენოთ სახლთაცა შინა ჩვენთა სინანული, რამე თუ მოახლებულ არს ჟამის ასჯელისა მის საშინელისაი. დაღაცა თუმცა შორს იყო, არავე ჯერ არს უდებებაი, რამე თუ კაცად ისა აღსასრული კართაზე და არს. და რომელი იგიც არ ვიდეს ამიერ სოფლით, მისზე და მოწევნულ არს ჟამის ასჯელისაი. ხოლო რაითას ცნად ვითარმე და არა შორს არს დიდისა მისცა სასჯელისა ჟამი, ისმინე, რასა პავლე ღაღადებს, ღამე იგი განგვეშორა და ნათელი შემოგვეახლა, რომაელთა მიმართ 13, 12 და კვალად იტყვის, მცირე დღა, ზუთერთ, მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს. ებრაელთა მიმართ 10, 37, რამე თუ სასწაულნიცა აღსრულებულ არიან მოახლებისა მის დღისანი, ვითარცა იტყვის უფალი ვითარმეთ, იქადაგოს სახარებაი ესე სასუფეველისაი ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა და მაშინ მოიციოს აღსასრული. მათეო 24, 14 გულისხმა ყავთ კეთილად თქმული ესე. არა თქვა თუ ოდეს რწმენას ყოველთა კაცთა არამედ, ოდეს იქადაგოსო ყოველთა მიმართ, და ამისთვის თქვა ვითარმეთ, საწამებელად წარმართთა, რაითა ვცნად ვითარმე და არა თუ მოელის, რაითა ყოველთა რწმენეს და ესრეთ მოვიდეს, რამე თუ სიტყვა იგი, თუ საწამებელად წარმართთა ამას მოასწავებს ვითარმეთ შემასმენელად, სამხილებელად და დასასჯელად მათთა, რომელთაც არა რწმენა. ხოლო ჩვენ ესე ყოველი გვესმის, გუძინავს და სიზმართა ვხედავთ, ვითარცა შუაღამეს შეპყრობილი მთვრალობითა, რამე თუ ჭეშმარიტად არაითა განყოფილ არიან სიზმართაგან საქმენი ამის საწუთრო ისანი, გინა თუ სიხარულისა მომატყუებელიყვნენ, გინა თუ მწუხარებისა. ამისთვის გევედრებით, ძმანო ჩემნო, განვიღვიძოთ ცილისა მისგან მცონარებისა და მივხედნეთ მზესა მას სიმართლისასა, რამე თუ არავის მძინარესა ხელეციფების ხილვა იმზისაი, არცა განმხიარულებად თვალთათვისთა იშვენიერებითა მით ბრწყინვალებისა მისისაითა, არამედ სიზმართა ხედავენ და უცნებათა. ხოლო ჩვენ განვიღვიძოთ და გულისხმა ვყოთ ვითარმეთ ფრიადილი მობიერებაი სახმარარს ჩვენ და აღსარებაი ცოდვათაი და ნაკადულნი ცრემლთა მხურვალეთანი, რამე თუ ცოდვათა დიდთა და მრავალთა თანამდებ ვართ და რამე თუ ულმობელად და უნანელად წარგვიხდიან დღენი ჩვენი. და ვიცი მრავალნი თქვენგანი მეწამნენ, ვითარმეთ ჭეშმარიტსა ვიტყვი და არა ვტყვი. ვიცნეთ, ძმანო, თავნი ჩვენი, განვიცადნეთ წყლულებანი ჩვენი, რაითა წამლისაცა დადებად ვისწრაფოთ, რამე თუ რომელი წყლულებათათვისთა უმეც არ იყოს, ვით არ ისწრაფოს დადებად წამლისა. მრავალთა ცოდვათა მიერ შებღალულ ვართ, არამედ არა გამოხვებულ ვართ სინანულისაგან, უკვე თუ გვენებოს, რამე თუ ჯერეთ სავაჭროით გას და ქადაგებაი სინანულისა იქადაგების.
უკვე თუ დაბერებულ ხარ და მიახლებულ ბჭეთა სიკვდილისათა, ნუ ჰგონებ, თუ განუვდომელ ხარ სინანულისაგან, ნუცა წარიკვეთ სასვებასა შენისა ცხოვრებისასა, არამედ გულისხმა ყავავაზა კი იგი, რომელიც ჯვარსა და წამსა შინაერთსა განთავისუფლდა ცოდვათაგან. რამე თუ რაიმცა იყო უმოკლეს ჟამისამის, ოდეს იგი ეკიდა ჯვარსაზე და არამედ კმა ეყო მას მცირე იგი ჟამის სინანულად და განთავისუფლებად ცოდვათაგან. უკვე თუ ჭაბუკ ხარ, ნუ მიენდები სიჭაბუკესა შენსა და იტყვი, ვითარმეთ შორს არს ჟამი იგი სიკვდილისაი, რამე თუ დღე იგი უფლისაი, ვითარცა მპარავი, მოვიდისო ღამით. შეადარე მეორე პეტრე 3:10 ამისთვის უცნაურ ყო ჟამი აღსასრულისა ჩვენისაი უფალმან, რაითა საცნაურ და ჭეშმარიტ ყოთ მოსწრაფებაი ჩვენი და მოგცევაი ცოდვათაგან. არა ხედავა ვითარ ჩჩვილნი წარიტაცებიან სიკვდილისაგან ჭაბუკნი ურიდად მოსწყდებიან. ამისთვის წერილ არს, ნუ ხოვნი მოგცევად უფლისა, ნუცა სდროებ დღითი დღე, ნუ უკვე ვიდრე იგი ხოვნიდე, წარიტაცო ხელითა მით წარმყვანებელთაითა. შეადარე ზირაქი 5:8-9 ესრეთ ბერთაცა და ჭაბუკთა კაცად მანისწავენ მოძღურება იგი, რაითა არცავინ უზრუნველი ყოს, არცა სასოწარკვეთილ, რამე თუ დაღაცა თუ მრავალ არიან ცოდვანი ჩვენი, არამედ უკვე თუ შევინანოთ, არა მოტევებაი ხოლო ვპოვოთ, არამედ ცხოვრებაიცა საუკუნოი დავიმკვიდროთ და გვირგვინი სასუფეველისაი მოგვეცეს. რამე თუ ნუ ამას ოდენ ვხედავთ, ვითარმეთ ცოდვითა შებღალულ ვართ, არამედ ესეცა ვიხილოთ, ვითარმედ მეუფე ჩვენი კაცთ მოყვარე არს. უკვე თუ შევინანოთ, ყოველივე აღხოცოს ცოდვაი ჩვენი. ხოლო სინანულსა ვიტყვი მოგცევასა ბოროტისაგან და ქმნად კეთილისასა, ვითარცა იტყვის, ვითარმეთ, ყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისაი. ლუკას 3:8 რაი არს ესე ვითარმეთ, ყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისაი. რაითა წინააღმდგომი ცოდვისა ჩვენისა სათნოებაი აღვასრულოთ. ესე იგი არს უკვე თუ მოგიტაცებიეს სხვისაი, მიეც შენიცა გლახაკთა, სიძვითა შებღალულ ხარ, განეშორე სრულიად გულის თქუმათა, განეყენე მეუღლესაცა შენსა განჩინებულთა დღეთა სინანულისათა, მოიგე მარხვი, მოისპენ გულისიტყვანი ცოდვისანი გულისაგან შენისა. განიბანენ ბილწებანი იგი ცრემლითა და სულ თქუმითა, გიგინებიეს და შეურაცხგი ყოფიეს მოყვასი, პატივღეც და კეთილტუყავ, თავსიდევ შეურაცხებაი და გინებაი, აკურთხევდი მაგინებელთა და ძვირის მყოფელთა შენთა. ესე არს ნაყოფი ღირსი სინანულისაი, მოგცევაი ბოროტისაგან და ქმნაი კეთილისაი. რამე თუ არა კმა არს აღმოწუდაი ხოლო ისრისპირისაი ნაგვიმისა მისგან, არამედ წამლისაიცა ჯერ არს დადებაი. უკვე თუ შვებითა და თვალობითა წარგიხდიან გარდასრულნი დღენი შენი, მოიგე მარხვაი და წყალსა იხუმევდე, რაითავნება იგი მთვალობისაი აღმოხფხურა, უკვე თუ თვალითავნებულითა მიგიხედვან განცდად სიკეთესა პირთასა, აღარ ასხენ თვალთა ყოლადვე არა ხედვად დედათა. ესრეთ თუ ყოფდე იქმნი აღმასრულებელ სიტყვისა მის, ვითარმეთ, მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, ფსალმუნი 33:15 და კვალად, დააცხრენაი შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენი ნუ იტყვიან ზაკუასა. ფსალმუნი 33:14 ისმინე შემდგომიცა ამისი, მოიძიე მშვიდობაი და მისდევდი მას. ფსალმუნი 33:15 არა კაცთა მიმართ ხოლო ვიტყვი, არამედ ღმრთისა მიმართსა. და კეთილად თქვა, მისდევდი მას, რამე თუ განვიოტეთ იგი და განდევნეთ, და იუტოდა რაი ჩვენგან დაუტევა ქვეყანაი და ზეცას წარვიდა. არამედ ძალგვიც კვალად უკმოყვანებად მისა, უკვე თუ მხურვალედ მოვიძიოთ და მივსდევდეთ მას, უკვე თუ განვიოტნეთ ჩვენგან ნებანი, რომელთა განიოტეს იგი სულთაგან ჩვენთა, რომელ არს, ზუაობაი, ან პარტავნებაი, მრისხანებაი, ან გახრებაი,
დიდების მოყვარებაი და სხვანი მსგავსნია მათნი. რამე თუ ესე ვითართა მათგანიოთ ეს ჩვენგან მშვიდობაი და მტერღმრთისა გუყვნეს და mbრძოლ ურთიერთას. რაც უკვე მაოტებელნი იგი მშვიდობისანი განვიოდნეთ და ვევედრნეთ უფალსა ცრემლითა მხურვალითა, რაითა მოგუცეს მშვიდობაი იგი, რომელი აღუთქვა მოწაფეთა თვისთა და ხრქვა, მშვიდობასა მოგცემ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა დაგიტევებ თქვენ. შეადარე იოანე 14:27. ვილოცოთ ტკბილისა მის მშვიდობისა მიმთხვევად. ვილოცოთ ამისთვის ნუ ერთსა ხოლო ანუ ორსა დღესა, არამედ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა, რამე თუ თვით ლოცვაი ნაყოფთაგანი არ სრულისა მის მშვიდობისათაი და დაწყებაი დაგებისა ღმრთისაი. ესე შევიყვაროთ და დაუცხრომელად შევითკბოთ. Რაღაცა თუ არა მოგვეცეს, რომელსა იგი ვითხოვდეთ, ნუ დავსცხრებით ლოცვისაგან, რაითა მოგვეცეს. Რაღაცა თუ მოგვეცეს, ნუ ვეუდებ ვიქნებით, რაითა მოცემული იგი ნიჭი სამარადისო დეგოს ჩვენთანა. რამე თუ არა თუ ღმერთსა ჰნებავს გვიანად მოცემა ისათხოველისა მის ჩვენისაი, არამედ დროებითა მითქნებავს მოცემად ჩვენ და მიზეზისა მარადის ვედრებად მისდა. ამისთვის დროსცის თხოისა ჩვენისა აღსრულებად, რაითა დავადგრეთ ლოცვასა შინა და მრავალგზის გვიხილნას რაიუდებებით ლოცვასა შინა და ვედრებასა, მოგვივლინის განსაცდელიცა რაიმე მიშვებითა მისითა, რაითა მხურვალედ მივივლტოდით მისა და მივივლტოდით რაი, ვეგნეთ განუშორებელ მისგან. ეგრეთ ქმნიან მრავალგზის მშობელთაცა შვილის მოყვარეთა. იხილის რაი დედამან შვილი თვისი უწესოდ მიმავალი, სადა იგი არა ჯერ არ უბრძანოს მონათა შეშინებად მისა, რაითა მიუვტოდეს წიაღთა დედისათა. ეგრეთვე ღმერთმა გვიხილოს რაი ვითარმედ უგუნურებითა გონებისაითა განვიშორებით მას, მიუშვის განსაცდელსა რასმე, რაითა მოვიხსენოთ უფალი და მივივლტოდით მისა. უკვე თუ კულა ერთმცა ვიყვენით ჟამსა განსაცდელისა და შვებისასა, არასადამცა მოიწინეს განსაცდელნი. და რად ვიტყვით ჩვენთვის? წმიდათაცა და სრულთა დიდად სარგებელი ყოფოდა ამით წესითა. ამისთვისცა წინა წარმეტყველი იტყვის, კეთილარს ჩემდა, რამე თუ დამამდაბლე მე, ფსალმუნი 118:71 და თავადი მოწაფეთა ეტყო და სოფელსა შინაჭირი გაქუნდეს, იოანე 16:33 და პავლე იტყვის, მომეცა მე საწერტელი ხორცთაი, ანგელოზი მხდომი, რაითა დამქენჯნიდეს მე. მეორე კორინთელთა მიმართ 12:7 ამისთვისცა ევედრა განყენებად მისგან ჭირი იგი განსაცდელთაი და არა მიემთხვია თხვასა მას, რამე თუ დიდად სარგებელი ყოფოდა, ვითარცა ხრქვა უფალმან, ვითარმედ, ძალი ჩემი უძლურებასა შინასრული ქმნების. მეორე კორინთელთა მიმართ 12:9 უძლურებად თქვა ჭირი იგი განსაცდელთა და წინააღმდგომთაი, რომელთაცა საქენჯნელად უწოდა. ხოლო დავითის ცხოვრებაი უკვე თუ ვახსენოთ, ბოლოთ იგი განსაცდელთა შინაგან ბრწყინებული და სხვანი იგი მსგავსნი მისნი. ესრეთ განბრწყინდა იობ, ესრეთ მძლედ გამოჩნდა იოსებ, ესრეთ აღასრულო ცხოვრება ითვისი იაკობ და თავად მანცა აბრაჰამ. და სხვანი ყოველნივე, რომელნიცა განბრწყინდეს სიწმიდითა და გვირგვინი ძლევისანი მიიხუნეს, ჭირთა და განსაცდელთა მიერ წარემართნეს და რჩეულ იქნეს უფლისა. რაც უკვე ჩვენცა ესე ყოველი გულისხმობთ და ოდეს განსაცდელი რაი მოიწიოს, ნუ სულ მოკლე ვიქნებით და ვისწრაფით განგდებათ ჩვენგან სარგებელისა მის, არამედ ვისწრაფოთ ახოვნებით მოთმინებად და ნუ გამოვეძიებთ, ნუცა გამოვიკულევთ, თუ რაისათვის მოიწია, ანუ თუ ოდეს მე განქარდეს რამე თუ ჟამი განქარვებისა მისისაი უფალმან უწყის, რომელმან სარგებელად ჩვენ და მოავლინა. ხოლო ჩვენი ესე არს, რაითა სულგრძელებით მოვითმინოთ და მადლობით თავს ვიდვათ, რაითა იხილოს ღმერთმან ერთგულებაი და სიკეთე გონებისა ჩვენისაი და მოგუცეს მის მიერი წყალობაი,
რაითა აქაცა გამოცდილ და გამოხურებულ ვიპოვნეთ და მას საუკუნესა ბრწყინვალე წინაშე ღმრთისა. რამე თუ უკვე თუ ყოველსავე მოწამულსა განსაცდელსა მადლობით შევიწყნარებდეთ და გულსავსე ვიყვნეთ, ვითარმედ უფალმან უაღრეს ჩვენსა იცის უმჯობესი ჩვენი და ვადიდებდეთ მას ყოველსავე ზედა. პოვოთ ესე ვითარითა ამით სახითა მოტევება იცოდვათა ჩვენთაი და საუკუნესა მას მერმესა მოვიღოთ გვირგვინი იგი დაუჩნობელნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.